მოგესალმებით შუადღემშვიდობის. მოგესალმებით შუადღემშვიდობის. პროტესტის 26-ე დღე არის და გუშინ დანამდვილებით შეგვიძლია თქვათ, რომ ერთ-ერთი გამორჩეული დღე იყო 26 დღის განმავლობაში. ბევრი წელია მართლა აქციებზე დავდივარ და ამდენი ხალხი, ასეთი მუხტი და ასეთი ერთსულოვნება ერთი მიზნის გარშემო პირადად მე ნამდვილად არ მინახავს და მართლა ისტორიის მომსწრეები ვართ, რომელიც ყოველდღურად იწერება თბილისის ქუჩებში და ძალიან დიდი პრივილეგია ამის ნაწილი როცა ხარ და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბედნიერები ვართ ის ადამიანები, რომლებიც ამას ბოლომდე ვიაზრებთ და რაღაც ემოციური კავშირი გვაქვს ამ მიმდინარე მოვლენებთან და იმას ვამბობ ხოლმე, რომ გარკვეულწილად ძალიან მენანება და მეწოდებიან ის ადამიანები, რომლებიც ამას ვერ და არ უერთდებიან, იმიტომ რომ და ვერ ხედავენ ან არ ხედავენ ამას, იმიტომ რომ შეიძლება ობიექტური მიზეზი ქონდეს, რატომაც ფიზიკურად ვერ ახერხებს იქ გამოსვლას და ძალიან სამწუხაროა ეს, მაგრამ არიან კიდე ადამიანები, რომლებიც რაღაცა პარალელურ რეალობაში ცხოვრობენ და მხოლოდ პროპაგანდისტული მედიების დრონებიდან უყურებენ ცარიელ რუსთაველის ქუჩას, რომელიც სხვა დროს არის გადაღებული. სანდრო, ესეც რა უცნაურია, მე კი აღარ ვსაუბრობ ხოლმე მათ ქმედებებზე და მათ ასე ვთქვათ პროპაგანდისტული არხების ასე ვთქვათ სიუჟეტებზე, მაგრამ ძალიან უცნაურია ისიც, რომ აი ძალიან მარტივად რომ შევხედოთ ამ ყველაფერს, როდესაც ამდენი ადამიანი არის ქუჩაში გამოსული და მათი ტელევიზიები აჩვენებენ რაღაცა არ ვიცი, ან სად იღებენ, ან როდის ახერხებენ ამ კადრების გადაღებას. აქციამდე ალბათ, ან არ ვიცი, ეს მაგას ვერ ხვდები, მაგრამ ტყუილი როგორ შეიძლება აი ასე მოატყუო ის ადამიანი, ვინც შენ გიყურებს და ვისაც ჯერ კიდევ შენ რაღაცას წარმოადგენ, ხო არიან ასეთი ადამიანები, ვინც ამარხეს, იგი ამაშიც კი გატყუებენ, ატყუებენ რომ ხო, გუშინ კიდე ასევე მინდა მაგაზეც ვისაუბროთ ერთი-ორი სიტყვით სალამ მუზრობიშვილის მიმართვაზე, მოგეთ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ არც სცენა ქონოდა და არც წინასწარ გაიტაცეს მანქანა, რომელიც აპარატურით იყო სავსე და გაურკვეველია საწა იყო, მაგრამ მე აღმოჩნდა რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააპატიმრა, ასე ვთქვათ, ჭყალებში ეს მანქანა. მე დაიხსნეს ეს მანქანა. არა, სხვა მანქანა მოვიდა მე, რომელსაც სხვა აპარატურა იყო და მაგიტომ სიტყვით რომ გამოდიოდა პრეზიდენტი, თითქმის არ ისმოდა რაღაც მაქსიმუმ რაღაც 50 მეტრის რადიუსში ესმოდა ხალხს, მაგრამ მიკროფონი იყო და დინამიკები იყო, თუმცა ბევრად უფრო ნაკლები სიმძლავრის და იქ ყოფანდაბიანებს ნაკლებად ესმოდათ გარშემო იმდენად დიდი რაოდენობის ადამიანები იყვნენ. მე გაურკვეველ ვითარებაში საერთოდ გაფუჭდა ესეც დროს მე დამთხოვების ნაკლებად ჯერა, მაგრამ გაირკვევა საბოლოო ჯამში ალბათ რაც მოხდა და უბრალოდ ძალიან არ ვიცი რა დავარქვა ამას, ძალიან დარე ხარისხის არ ვიცი რა დავარქვა, ბავშურის აქციელია, იმიტომ რომ 21 საუკუნეში სიტყვით მიმართვა პრობლემას არ წარმოადგენს, დღეს პრეზიდენტი ჩაწერს იმ მიმართვას, რომელიც უნდა გაეჟღერებინა გუშინ რუსთაველზე და ეს გზავნილი მაინც მივა ხალხის ყურამდე და რას ემსახურებოდა გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს იმით, რომ ძალიან ეშინიათ იმის თუ რასაც იტყვის საქართველოს პრეზიდენტი და ერთადერთი ლეგიტიმური თანამდებობის პირი დღეს საქართველოში კიდევ ერთხელ მოკლედ ხაზი გაუსვა ეგრეთ წოდებულმა მთავრობამ, რომ ძალიან ეშინია ამ რაოდენობის ხალხის ქუჩაში და პრეზიდენტის სიტყვის, რომელსაც ის მაინც მიმართავს ხალხს მიუხედავად იმისა, მიკროფონს დააპატიმრებენ, ჩაჭრიან თუ დაახშობენ სიგნალს, ამიტომ ეგეც მოგვეთქვა აუცილებლად. კიდევ ერთი რაღაც მინდა აღვნიშნო ჩემი დაკვირვებიდან ამ ხნის განმავლობაში, რაც აქციებზე ვიმყოფები, ხან 26 დღე არის, მე ყველა აქციაზე ნამდვილად არ ყოფილვარ, მაგრამ უმრავლესი დღეები იქ ატარებული და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ აღმოვაჩინე კიდევ ამ ბოლო პერიოდში. ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში სხვადასხვა პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, მხარეებზე იდგნენ, აი ის ადგილი გახდა სწორედ ერთმანეთთან დალაპარაკების, ასე ვთქვათ, ადგილი, სადაც აი დიდი ხნის ადამიანები, რომლებმაც რაღაცა პერიოდის განმავლობაში ვერ შეძლეს თითქოს საუბარი ერთმანეთთან, ეხლა იწყება იქ საუბარი, ანუ დისკუსიები, რაზეც ჩვენ საუბრობთ, რომ საზოგადოება შორის უნდა მოხდეს აუცილებლად საუბარი, სწორედ აი ეს ადგილი აღმოჩნდა, სადაც ადამიანებმა დაიწყეს ერთმანეთთან საუბარი და ეს არის, მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი. აგრეთვე აი ეს ტკივილი, ის პრობლემები, რაც ადამიანებს ერთმანეთთან აქვთ, ზოგადად ხდება ამ პრობლემების გაზიარება და ძალიან მნიშვნელოვანი ასევე დახმარება, როგორ უდგანან ადამიანები ერთმანეთს გვერდში.
პირადი ტკივილების დასაძლევად, პირადი პრობლემების დასაძლევად, ფინანსური პრობლემების, აი ერთიანობა დაიბადა საზოგადოებაში და ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან, ასე ვთქვათ, იმედის მომცემი, იმიტომ რომ საზოგადოებაში შედგა, ჩვენ საზოგადოება შედგა, მოდი ვთქვათ ასე, იმიტომ რომ ჩვენ გამოვნახეთ საერთო ენა, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური გემოვნებებისა, დღეს ეს ბარიერი აღარ არსებობს იქ მყოფ ადამიანებს შორის და დღითი დღე ემატება და ემატება ადამიანები, იმიტომ რომ ჩვენ ვსაუბრობთ უკვე ისეთ რაღაცაზე, რაც გარდაუვალია ამ ქვეყნის ერთობა, რომელიც საბოლოო ჯამში დაამარცხებს იმბოროტებას, იმიტომ რომ სიმართლე ნამდვილად საზოგადოების და ხალხის მხარესაა. კი. აბსოლუტურად გეთანხმები, მაიკო. დღეს უნდა გავაგრძელოთ საუბარი მიმდინარე პროცესებზე და ჩვენ არაერთხელ ყოლია ამ გადაცემაში ჩართვითაც და სტუმრობთ ადამიანები, რომლებიც ძალადობრივი რეჟიმის მსხვერპლი აღმოჩნდნენ და უბრალოდ არაადამიანურობის და წამების მსხვერპლი და გარდა ამისა ძალიან არაერთი ამბავი გავიგეთ იმის შესახებ თუ რა ტიპის მუქარები ხორციელდებოდა რიგი ადამიანების მიმართულებით, მათ შორის იყო გაუპატიურების მუქარა, არაერთი სხვათა შორის, რაც მე მომისმენია და საინტერესოა ზოგადად ეს ფენომენი პოლიციელების მხრიდან რატომ ეს პირველად არ გვესმის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც 66 დღის განმავლობაში დაბადებული ფენომენი არ არის, იმიტომ რომ ჩვენ აქამდეც უხსმენი ამის შესახებ და წინამთავრობის დროსაც და შეიძლება იმის წინაც მე უბრალოდ მაგდენი არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ეს რაღაც ფენომენი ამ გაუპატიურების მუქარის გარკვეულწილად არსებობს ამ საზოგადოებაში და საინტერესოა რასთან გვაქვს საქმე, რატომ არის ეს მუქარა გავრცელებული განსაკუთრებით პოლიციელების მხრიდან, იმიტომ რომ აშკარაა რომ ეს რაღაც პატერნი არსებობს და დღეს ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ ჩვენს თანაწამყვან თამარ თანდაშვილთან ერთად. მოგესალმებით თამარ, ხო, ძალიან ძიმე თემაზე უნდა ვისაუბროთ, მაგრამ სამწუხაროდ და საუბედუროდ არსებობს ეს მოვლენა, არა მარტო ჩვენთან, არა ზოგადად და საინტერესოა რას ნიშნავს ზოგადად გაუპატიურებით დამუქრება და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით როგორ აისახება ის ადამიანებს და რატომ იყენებენ ამას, ვთქვათ, ამ შემთხვევაში პოლიციელები. ხო, რიგ შემთხვევაში მარტო ფიზიკურ ანგარიშტორებით არ ემუქრებიან მომიტინგეებს და მარტო ფიზიკურად არ უსწორდებიან, მათ ფსიქოლოგიურადაც ძალადობენ და მათ შორის არის გაუპატიურების მუქარები, როგორც ორივე სქესის წინააღმდეგ, რაც ასევე აღსანიშნავია. კი ბატონო, კი. მეგობრებო, ქართული კულტურა სამწუხაროდ არის გაუპატიურების კულტურა. არსებობს ესეთი rape cultures მსოფლიოში და მაჩვენებელი ხა რას უკავშირდება, რატო შეიძლება რომელიღაც კულტურას დაერქვას, რომ ეს არის გაუპატიურების კულტურა და მეორე კულტურა არ იყოს ამ ახასიათებლით გამორჩეული, გადის არც მეტი არც ნაკლებები იმაზე, თუ არის თუ არა ამ ქვეყანაში მძვინვარებს თუ არა პატრიარქატი. Okay? საქართველო არის პატრიარქული მოწყობის ქვეყანა და ის ჩვენ საითაც მივდივართ, ანუ დასავლური სამყარო, აი ზუსტად ის დემოკრატიული ღირებულებები და ადამიანის ღირებულებები, ადამიანის უფლებები, სწორედ ის ფილოსოფიაა, რომელიც პატრიარქატს ყველაზე მეტად ერჩის, იმიტომ რომ სრული საწინააღმდეგოა ამისი, ხო? რაც შეეხება გაუპატიურების კულტურას, ჩვენთან ეს ყოველთვის იყო. ჩვენთან ეს არსებობდა, აი თუ კი ისტორიკოსი როდესმე აქ მოიწვიოთ, რომელსაც დავუშვათ აი სოციალური საკითხები ეხება განსაკუთრებით, ხო? ის კარგად ახსნის თუ რასთან შეიძლება იყოს ისტორიულად ეს დაკავშირებული. თუმცა სოციოლოგიური თვალსაზრისით ეს არის პირწმინდა დომინაცია. ანუ პატრიარქატი არის აგებული ძალაუფლების გაყოფაზე. პატრიარქატი არის იერარქიული სისტემა, სადაც ადამიანებს, რომლებიც ამ იერარქიის თავში არიან მოქცეულები, აქვთ თითქმის ყველაფრის უფლება და ამ ადამიანები, რომლებიც მათ ქვემდებარეები არიან, რაც უფრო ქვევით არიან განლაგებულები, ფაქტიურად არაფრის უფლება. პატრიარქატში მამაკაცურობა, ანუ ის რომ ვიღაცამ შენ დაგაფასოს როგორც კაცი და რომ პატივი იქცეს და შენც ასე ვთქვათ მასკულინური მამაკაცოებრივი თვისებები თუ გინდა რომ გამოავლინო, პირველი ასეთი ნიშანი, მიღებული კულტურული ნიშანი არის დომინაცია. ანუ ის, რომ შენ განაცხადო და განახორციელო ისეთი აქტები, რომელიც შენ სხვაზე მაღლა დაგაყენებს და რომლითაც შენ ძალაუფლების დემონსტრირებას აკეთებ ისე, რომ ქვემდგომ ადამიანს უკვე აღარ აქვს არანაირი არც სურვილი და არც შესაძლებლობა, რომ რამე მაინც გაგიპროტესტოს. იმიტომ რომ იმას შეიძლება რაღაცა საოცარი მოქმედება მოყვა შენი მხრიდან, ხო? გაუპატიურება, სექსუალური თავდასხმა
გაუპატიურების მუქარა, აქედან გამომდინარე, არის ერთ-ერთი დამსჯელი მექანიზმი, დომინაციის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც მეორე ადამიანს, ანუ ქვევით, პატრიარქატში ქვედა ეშელონებზე მდებარე ადამიანს აუწყებს ესეთ რამეს, რომ შენ ან გააკეთებ იმას, რაც მომინდება მე, თუ არა და მე წავალ ისე შორს, რომ არა მხოლოდ ფიზიკურად გაგანადგურო, არამედ პატივი აყარო და ღირსება შეგილახო. ხო, ძალიან ისეთი რთული ამბავია ძალიან და უცნაური არის რომ რატომ ხდება რომ თქვათ კაცებში არის ეს თემა ტაბუდადებული და რაღაცნაირად ხო სტიგმაა რომ რაღაცნაირად ამაზე თითქოს საუბარიც კი უხერხულია. კი, მაიკო შესანიშნავი კითხვა. მეორე ფუნდამენტალურ, ანუ პირველი ხო იყო დომინაცია, ხა მეორე ესე ვთქვათ ფუნდამენტური ღირებულება პატრიარქატს, რაც გააჩნია, ეს არის მასკულინობა. პატრიარქატში ხალი არაფერი არ არის, ის არის რაღაცა, არ ვიცი, სხეულის მოხმარების და ზოგადად ასე ვთქვათ, აი დამატებითი ფუნქციის, კაცისთვის დამატებითი ფუნქციების და კაცისთვის რაღაცა არსებობის შემავსებელი ელემენტია, მეტი არაფერი, ანუ დიდი როლი ხალს, მოდი ასე ვთქვათ, პიროვნება ხალს პატრიარქატში არ გააჩნია. პატრიარქატი არ აძლევს უფლებას ხალს, რომ ის იყოს პიროვნულობის და ავტონომიურობის მატარებელი და ის იყოს ავტონომიური სუბიექტი, არამედ ის მიბმული არის იმ საჭიროებებს, რომელსაც იმ პატრიარქატში კაცს, ანუ მამაკაცს, ანუ სრული ადამიანობა, ვისაც გააჩნია მათი თვალსაზრისით, ის წარმოადგენს, ხო? რაც შეეხება ხა ხალზე თავდასხმას და ხალის გაუპატიურებას, ჩვენთან ეს არის იმდენად გავრცელებული ფენომენი და იმდენად ხალების ყველა ასაკში, ხა ხალებს ვიძახი, მაგრამ გოგონებსაც გულისხმობ ამ შემთხვევაში. იმდენად ბევრ ასაკში ხდება, იქნება ეს გაუპატიურება თუ სექსუალური თავდასხმა, რომ ამაზე ლაპარაკეთ ადამიანები უკვე დაიღალნენ, უკვე იმ ეტაპს გადავწდით, როდესაც ვიღაცის დარწმუნება გვიწევდა, რომ იცი რა, საქართველოში ხალებს აუპატიურებენ, მათ შორის საკუთარ ოჯახებში და მათ შორის ოჯახის ახლობლები. მათ შორის პარტნიორული ურთიერთობები, ადამიანები, რომ საერთოდ არ იცნობენ და ასე შემდეგ, ანუ ბევრი სახე არსებობს. თამარ და აუცილებლად მინდა აღნიშნო ისიც, რომ ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ქალთა მიმართ სექსუალურ ძალადობაზე და როგორ განიცდიან ეს ადამიანები, რამდენად რთულ, აი მას მერე რაც აღიარებენ ისინი აი ამ საშინელ ანუ ასე ვთქვათ ზეწოლას, როგორი რთული არის მერე გამოძიება, იმიტომ რომ როდესაც ექსპერტიზზე მიდიან, ექსპერტიზას ჩასატარებლად, იქაც რამხელა ძალადობას გრძნობენ იმ ადამიანების მიმართ, ვინც რეალურად უნდა გამოიძიოს ეს ამბავი და ხელმეორედ თითქოს თავიდან გადიან იმ ტკივილს, რაც უკვე გაიარეს. ესეც აღნიშნეს, იმიტომ რომ აქაც ალბათ საჭირო არის, რომ ამისთვის სპეციალურად გადამზადებული ადამიანები მივიდნენ და ჩაატარონ ეს კვლევა და ასე ვთქვათ გამოძიება. შენ ეხლა აღწერე პროცედურა, ანუ თვითონ პროცედურა როგორ უნდა იყოს გამართული, აი დასავლურ ღირებულებებზე ვლაპარაკობ, დღეს ძალიან ხშირად ვაახსენებ ამ სიტყვას, იცი? ეს არ არის ლიტონის სიტყვები, რაღაცა ხაერში გასული დასავლური ღირებულება, არადასავლური ღირებულება არის დასავლური და გვინდა რომ ესეთი გქონდეს, ხო? აი მოდი მიწაზე დავიყვანოთ ყველაფერი, ხო? დასავლეთის სახელმწიფოებში პროცედურა არის შემუშავებული ისე, რომ ადამიანი მეორედ არ გაამსხვერპლო, რომ ადამიანის ღირსება, რომელიც ღირსება აყრილია ამ აქტის შემდეგ, ხო, ღირსება კიდევ უფრო არ შეულახო და მაქსიმალურად ჰუმანურად მიუდგე. იმის და მიუხედავად თუ ეს ადამიანი სოციალურად რა სტატუსის მატარებელია, ხო? იმიტომ რომ მაღალი სტატუსის მატარებელს მთელ მსოფლიოში, ხა პოლიციაში რო შევა, ხვდებიან სახელი და გვარით, შეიძლება დასერჩონ კიდევაც თავის ბაზაში და მიხვდნენ რომ იმის უკან ძალიან დიდი ძალაა. ანუ ეს ძალა შეიძლება იყოს მედია, შეიძლება იყოს მისი სანათესაო, შეიძლება იყოს მისი სამსახური და ასე შემდეგ. მაგრამ არიან ადამიანები ჩვენს ქვეყანაში და ძალიან ბევრია, ესეთი უმეტესობა ესეთია, რომელსაც არც ერთი ეს ზურგს უკან არ ყავს, იცი? ის როდესაც ზარალდება, ის როდესაც მსხვერპლი ხდება, მას თავის გარდა შიგნით ვერავინ ვერ შეყავს და ვერ შეაქვს. და ეს თავი არის უზომოდ დაზარალებული. ეს არის ზუსტად დასავლური ღირებულება, რომელიც დასავლურ ინსტიტუციებში ითარგმნება, რომ შენ ვისაც არ უნდა წარმოადგენე, რამდენადაც ხელწამოსაკრავად არ უნდა გიყურებდეს ვინმე, კანონის წინაშე შენ ხარ ძალიან დაცული. არა ადამიანის კეთილინების გამო, რომ კეთილი პოლიციელი დაგხვდება, ან ხალი პოლიციელი დაგხვდება, რომელმაც შეიძლება იცის რა საზღრობასთან არის ლაპარაკი, ან გადამზადებული. არა, იმიტომ რომ დაგხვდება პროცედურა, რომელსაც ესმის თუ არ მისმის, აუცილებლად უნდა მიყვეს. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჯანსაღი იყოს ეს პროცედურა,
იმისთვის, რომ მსგავსი დანაშაულები აღარ მოხდეს. იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ კაცების მიმართ ასეთი ძალადობა ისინი იქამდე მისვლასაც და ამის აღიარებასაც კი ვერ ბედავენ, სადაც ქალებმა ეხლა დაიწყეს ბოლო პერიოდში ამაზე ხმამაღლა საუბარი და ისინი აღნიშნავენ, კიდევ გავიმეორებ, რომ ძალიან რთულია ეს ამ პროცედურების გავლა და ხშირ შემთხვევაში მათ ურჩევნიათ, რომ საერთოდ არ მივიდნენ, რომ ხელახალ ტკივილს განიცდიან თითქოს თავიდან ზეწოლას. აბსოლუტურად გეთანხმები, მაგრამ კაცების გაუპატიურებას ან გაუპატიურების მცდელობას ან გაუპატიურებითი დამუქრებას კაცზე რაც შეეხება, ხო? ჩვენ საზოგადოებაში იმედენად არის ფეხმოკიდებული, რომ პატარა ბავშვები, რომელსაც ასე ვთქვათ, კოკოლოჩინობა და კაცობა დაეწყებათ უკვე რაღაცა ასაკში, 7-8 წლის ბავშვები ძალიან ხშირად ასე ემუქრებიან სწორედ ერთმანეთს. ეხლა ეს რომ მშობელმა გაიგოს, ხო, საკუთარ შულზე შე რო გაიგო, ვიღაცა ამით დაემუქრა, შეიძლება გული გაგისკდეს და ადგილზე მოკვდა, იმიტომ რომ ხა იმასაც უნდა წარმოედგინა, რით ემუქრება, ხო? მაგრამ იმ ბავშვმა ის ხომ საიდანღაც გაიგო. ის ხო თავისით ესეთ გონებაში არ ჩაუფრინდა რა. ეს არის ის, რომელიც გაიგო თავისი ახლობლებისგან, მამაკაცებისგან, რომლებსაც ის ძალიან უნდა რომ დაემსგავსოს. საქართველოს ყოველთვის არსებობდა კაცის გაუპატიურება როგორც დასჯამიც. და დასჯის ნაწილი ნახე რა არის, არა მხოლოდ ის, რომ მას სხეულს შეულახავ, ღირსებას აყრი, დააკნინებ და დაამცირებ. არამედ იმას, რომ მას ქალს დაამსგავსებ. Okay? ესე ჩვენი პატრიარქატის მეორე თვისება დომინაციის შემდეგ, პირველი იყო დომინაცია, მეორე მახასიათებელი არის, რომ ქალი არ უნდა იყო, რაც არ უნდა დაგემართოს დედამიწის უგზე, შეგიძლია არ ვიცი, იყო ავაზაკი, ქვეყანა გადაწვა, კონსტიტუცია თავზე გადაიხიო, მაგრამ ქალი არ უნდა გახდე არავითარ შემთხვევაში, მან ფემინურობა არავითარ შემთხვევაში არ შემოგეპაროს, თორე შენი ფასი არის 0. და მე ყველაფერს უფრო მეტი, კვლევს მეტი ფასი აქვს, ვიდრე შეიძლება რომ ქალს ამ ფემინურ კაცს ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, როდესაც ისინი კაცს აუპატიურებენ, ან გაუპატიურებოდ ემუქრებიან, აი სწორედ დაყავთ, აკნინებენ იმ კატეგორიამდე, რომელიც მათთვის აბსოლუტურად, აი როგორ გითხრა, არაფრის, აი ცხვარზე და ძროხაზე უფრო ნაკლები ფასეულობის მატარებელია აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ამიტომ არის აი ეს ზუსტად პატრიარქატს რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს გაუპატიურებას, კაცის გაუპატიურებასთან, ხო? თავსოფლიოში ხა კაცზე თავდასხმა რაღაცა სხვადასხვა ჟანრში მაინც ხდება, მაგრამ სისტემურად კაცის გაუპატიურება ხდება იმ ქვეყნებში, სადაც პატრიარქატი მძვინვარებს ერთი და მეორე, სადაც არის რეჟიმი. საინტერესოა, ეგ სადღაც ხო დაილექა ამ კულტურაში და გეთანხმებით მაგ პათოში, რომ ანუ ეგ რაღაცა შეურაცხყოფელი, თუნდაც ჩვენი ბილდსიტყვაობის მარაგს რო გადავხედოთ ზოგადად საქართველოში რაც არის, იქ ხო დამაკნინებლად მოიხსენიება ეგ სიტყვა, რასაც იყენებენ ხოლმე შეჭრილ მას შორის კაცებთან მიმართებაშიც და სად და რატო დაილექა ეს ამ კულტურაში და საიდან მოდის და რატო არის ასეთი გავრცელებული, ეგ საინტერესო არის. სანდრო, იცი რა, ნახე სოციოლოგიაში როგორ შეიძლება რომ განიხილო რაღაც ფენომენი. პირველი, შეიძლება კითხვა დასვა რატო გაჩნდა. ხო? გაჩნდა იმიტომ, რომ ეს მომდინარეობს, აუცი, პირველყოფილი ადამიანები, როდესაც იყვნენ თავისი ფორმირებები ქონდათ, ხო? იქ დასჯის მეთოდი სავარაუდოდ დასჯის. ყველგან ეგრე იყო, მაგრამ აქ დარჩა თქო მაგის თქმა. ნახე როგორ რაღაცა პატრიარქატი დარჩა ჩვენთან. და იმიტომ იერარქიულობა დარჩა, პატრიარქატი დარჩა და ადამიანი როგორც თავისთავადი არსება, ანუ იერარქიის მიღმამდებარე არსება, ჩვენთან დაფასებული არ არის. ჩვენთან ფასდები იერარქიაში სათხარ მოთავსებული მაგის და მიხედვით, ხო? და ჩვენთან პლუს, აი კაცად თუ კი გზდიან და თუ კი შენ თავს კაცად თვლი, ან ვიღაცას უნდა რომ ვიღაცამ კაცად ჩაქთვალოს, ხო? აუცილებელია რომ შენ იყო დომინანტური. შენ თუ დომინანტური არ ხარ, აი თუნდაც ნეიტრალური ხარ, ხო? შენ ძალიან გაგიჭირდება გადარჩენა. ეხლა საიდან ვიცი ეს, ანუ ერთი არის შეიძლება ლიტერატურიდან იცოდე, ბევრი ლიტერატურა საქართველოში არ არის ამ ფენომენის თაობაზე, ხო? ყველაზე საშინელი, ერთ-ერთი საშინელი ადგილი საქართველოში, სადაც გაუპატიურებით დამუქრება, ან უბრალოდ როგორ ვთქვა, სექსუალური ძალადობა, ოღონ რაღაცა შეხებით უფრო, ასე ვთქვა, დაკნინება გოგომდე, ქალობამდე დაყვანა ბიჭების, ხდება სპორტის, ასე ვთქვა, ჯგუფური სპორტის გასახდელებში. Okay? ეს არის ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე უარესი ადგილი საქართველოში, ამაზე ადრეც ვილაპარაკე. არა მარტო საქართველოს, ზოგადად ეგ კარგი, ვთქვა. კი, არ არის ის არ არის, სადაც ადამიანი, ასე ვთქვათ, ესე თავისუფლად ბავშვებს ქუჩაში არ უშვებთ, რომ მანქანა არ დაარტყას ან რაღაცა შემთხვევით წითელზე არ გადავიდეს და უშვებთ სამაგეროდ იმ ადგილას, სადაც აუცილებლად შეიძლება რომ მსხვერპლი გახდეს, ხო? იქ არ არის ეს დარეგულირებული და რადგან ეს კულტურის ნაწილია, ბიჭებში არის ეს კულტურის ნაწილი. საქართველოში ბიჭები ისე ვერ იზრდებიან, რომ ან გაუპატიურებით დამუქრებას არ მოესწრნონ, როგორც მომსწრეები, ვიღაცის მხრიდან ვიღაცის მიმართ, ან შეიძლება თვითონ იყვნენ ადრესატები, გააჩნია, ასე ვთქვათ, რამდენად ცოტა მოჩხუბარი და ცოტა აგრესიული ერის მატარებლები
მეგობრები არიან, მაგრამ თუ კი შენ ჩუმი ხარ, წყნარი ხარ და ეს ფემინუმრობაში გაგიტარეს, ხო, აი ამ შემთხვევაში იდეალური მსხვერპლი ხარ იმისთვის, რომ შენ ასე ვთქვათ, გადაწყვიტონ, რომ ესე ვთქვათ, მოდი, ხა აი ამ გენდერს გამოვუცვლით ამას, ხო? რატო? იმიტომ რომ დომინაციის ერთ-ერთი გზა ეს არის. ასე რომ ქართულ კულტურაში ბავშვობიდან მოყოლებული კაცები ამის, ასე ვთქვათ, ამ ფაქტის წინაშე ძალიან ხშირად დგანან და ამას ისიც ხორცებენ. ეხლა კითხვა არის ესეთი, რომ საიდან მოხვდა, ასე ვთქვათ, პოლიციაში, ანუ რატო შეიძლება რომ პოლიციამ, იცი რა, პოლიციამ შეიძლება ეს გააკეთოს, იმიტომ რომ დღეს არავინ არ სჯის ამის გამო. ისინიც კაცები არიან, დარწმუნებული ვარ, რომ კაცი დაემუქრა იმ კაცსაც და იმ გოგონასაც. ორი შემთხვევა იყო, მე რაც ვნახე, თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს გაცილებით მეტი იქნება ეს შემთხვევა, იმიტომ რომ ვერ დაამცირა საკმაოდ, იცი, აი რაღაცა ფიზიკურად ვერ შეაშინა, ცემა მაინც ვერ შეაშინა, ქუჩაში გამოვიდა, ხვდები, სიტყვიერად ვერ დააშინა, ცეცხლი დაინახა ამ ადამიანში და გააწყვეტა, რომ იცი რა, ეს ცეცხლი ღირსებაზე არის დაფუძნებული და მოდი მე შენ ღირსებას აკყრი და ამით დაგაშინებ, რომ შენ ღირსებას დაგაკარგვინებ. ღირსებას ამაში ადამიანი არასოდეს არ კარგავს. ის ყოველთვის სიკვდილამდე, სიცოცხლის ბოლომდე მას ინარჩუნებს. მაგრამ მათი გადმოსახედიდან, ხო, აი თავდასხმელის გადმოსახედიდან ის რასაც აკეთებს ზუსტად აი ღირსების საყრდენსაცლის ამ ადამიანს. თამარო, არ ვიცი რატომ ხდება ასე, მაგრამ აი ის რომ ბევრი სხვადასხვა ძალადობის ფორმა არსებობს და აბსოლუტურად ყველა მიუღებელი და ყველა წარმოუდგენელი არის. რატომ არის რომ აი ეს გაუპატიურება რაღაცა საზარი არის ყველასთვის, იმიტომ რომ მართლა ის საშინელება არის, რაღაცა ძალიან მწვავედ აღიქვამს ზოგადად ადამიანი ამას და ჩვენი საზოგადოებასაც რაღაცა განსაკუთრებული რეაქცია აქვს ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი ძალადობა საზარია, მაგრამ ამას რაღაცა კიდევ სხვა რაღაცა მძიმე ემოციები მოაქვს ადამიანში ზოგადად. კი ბატონო, მაიკო, ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა შევხედოთ ჩვენს სხეულს, რომელსაც უმეტესწილად არც კულტურა არ გვასწავლის და ეხლა ნელ-ნელა შემოვიდა ისევ დასავლური ღირებულებებიდან გამომდინარე, რომ ადამიანისთვის სხეულს ჰქონია თურმე უზარმაზარი მნიშვნელობა. ანუ ეს არ არის ტალახი და ძუნძგლი, რომელსაც მოიცილებ და მერე 60-ში სული შევარდება. ხო, ეს არის ის, რაც შენ ზოგი შემთხვევაში განგება, ზოგი სამყარო მოგცა. ანუ ეს არის შენი საზღვარი. ფაქტობრივად ეს არის ის, რომელთაც შენ ამ სამყაროში ხარ წარმოდგენილი და შენ ამის მეტი იდეაში არც არაფერი არ გაგაჩნია, როდესაც იბადები და როდესაც აქედან მიდიხარ. ეს არის შენი ძირითადი ატრიბუტი და შენი ცნობიერების სახლი. ანუ home რასაც ქვია, შენი სახლი, შენი ცნობიერება აი ამ სახლში არის ამ სიცოცხლის ორგანულ ფორმაში მოთავსებული. ამიტომ ადამიანს საკუთარი სხეულისადმი ბავშვობიდან, ღრმა ბავშვობიდან, თვეობიდან აქვს ძალიან ინტიმური დამოკიდებულება. არიან ბავშვები, რომელსაც ვერ იტანენ როეხები და შეიძლება ხელი გამოგიქნიან. ხო, არიან ბავშვები, რომელსაც პირიქით უყვართ ჩახუტება. ანუ ის თავის სხეულს შეიგრძნობს და ბავშვობიდანვე განაგებს და ბავშვობიდანვე გამცნობს შენ რა სიამოვნებს მის სხეულს და რას არა, ხო? როდესაც ჩვენ ვიზრდებით რაღაცა ასაკში და ეს უკვე სკოლაში ხდება ხოლმე, როგორც წესი, სოციალიზაცია, საბავშვო ბაღში ნაკლებად, ხო? ჩვენ რას ვასწავლით, იცი, საკუთარ ბავშვებს, ამ ბავშვებსაც რა ეპარებათ, იცი, რომ მეორე ადამიანის სხეულს, ანუ მეორე ბავშვის სხეულს შეუძლია ძალიან ადვილად შეეხონ. აი სკოლაში არ არის არანაირი პროცედურა და აი ეგ არის ზუსტად დასავლურობის არქონა და რატო გჭირდება დასავლურობა. სკოლაში არ არის გაკვეთილი, არ არის კურიკულუმში, არაფერი არ არის ისეთი, რომელიც გეუბნება, რომ ადამიანის ფიზიკურობა, მისი სხეული არის მისი ავტონომიური საზღვარი და არ უნდა უჩქმიტო, რა ვიცი, არ უნდა უკბინო ხელი, არ უნდა წამოარტყა, არ უნდა ჩაეხუტო მაშინ, როცა მას არ უნდა კითხვის დასმის გარეშე. ამის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ხო? და ზოგმა შეიძლება თქვას, რომ აჰ მოგცლიათ ეხლა თქვენ რა იმაზე ლაპარაკობთ ეხლა, რომ ადამიანი არ აკოცოს ერთმა მეორეს და რაღაცა კიკინა არ მოგხაჩოს და ასე შემდეგ. იცი რა, ეს შეიძლება აჩუჩქმიტოს. ეს შეიძლება უვნებელი რაღაცა, არ ვიცი, სიყვარულის ფლირტი შეიძლება, არ ვიცი, ბღლარძუნის გამოხატურებაა, ხო? და არაფერი ისეთი არ არის. სინამდვილეში ბავშვებს იცი რას ასწავლი? შენ სხეული შენ არ გეკუთვნის. მე თუ გინდა მოგჩქმე, თუ გინდა თავზე ხელს გადაგის, გაკოცე, მე თუ გინდა ეს წამოგარტყავ კიდევაც, გეჯაჯგურები და მე იცი რაღაცა ასაკიც რომ მოგვივა, მე შემიძლია რომ განვახორციელო ისეთი ქმედებები, რომელიც ესეთი ეგრეთ წოდებული უვნებელი აღარ იქნება, სექსუალური ხასიათის იქნება და შენ ვერაფერს ვერ იტყვი ამის შესახებ, იცი? იმიტომ რომ შეგრცხვება, იმიტომ რომ ეს სექსუალურია და იმიტომ გეტყვი რომ რა იყო ეხლა ბიჭო თუ გოგო რა არ გესმი, ეხლა ხუმრობთ, ეხლა რა უბედურება რა, შემეხო რა არის, ეხლა დიდი ამბავი შემეხე თუ გინდა, მე ხო არ მწყენს, ხო? აი ნელ-ნელა ხდება, იცი, რაღაცა ეს თქვა თავის ისა ფრთების დაჭრა ხდება ნელ-ნელა ადამიანისთვის, გოგოებისთვის და ბიჭებისთვის. იმიტომ რომ მე ვერ წარმომიდგენია ესეთი რაღაცა, რომ როგორ შეიძლება თუნდაც, აი 11-12 წლის ბიჭს ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, აი ყველაზე უარესი სექსუალური თავდასხმის შემთხვევები მე რაც მქონია ჩემს გამოცდილებაზე გოგოებზე ნაკლებად, გოგოები სხვა ჟანრში ესხმიან ხოლმე თავს, ბიჭებზე ხდება ხოლმე ზუსტად აი ესეთი, ასე ვთქვათ, სპორტულ
შეჯიბრებებზე, ეგრეთ წოდებულ სბორებზე, თვითონ იმაში გასახდელებში და ასე თქვა, აი მაქსიური თავშეყრის ადგილებში, ხო, სადაც უფროსი არ არის და ვერ ჩაერევა. და ამ ადამიანს არ შეუძლია, იცი, რომ ხმა ამოიღოს, ან აგრესიულად დაუპირისპირდეს და უთხრას, რომ შენ მე სხეულის საზღვრები დამირღვია, ეს რა გააკეთე, უღირსის აქცელი, აი ვერბალურადაც არის ეს როგორ გამოხატოს, არ სიამოვნეს, მაგრამ იმასაც ვერ ხვდება, რატო არის ეს უსიამოვნო. ცოდნა აკლია. კიდევ ერთხელ დაუბრუნდები და დღეს ბევრჯერ დაუბრუნდები დასავლურ ღირებულებებს. დასავლური ღირებულება მაგას გასწავლის ზუსტად, რომ შენ სხეულს აქვს საზღვარი. და არავითარ შემთხვევაში უფლება არ აქვს, რომ არა მხოლოდ შენ სხეულს შეეხო შენი უფლების გარეშე, არამედ შენ სხეულზე საერთოდ კომენტარი გითხრას, რომელიც შენ არ ვიცი, შენ არ წამოგიწყია და არ დაგიპატიჟებია მისი კომენტარი ამასთან დაკავშირებით, ხო? აი ესე ნელ-ნელა და უვნებლად ხდება იმ ადგილამდე ასვლა, სადაც მეორე ადამიანს არც მეტი და არც ნაკლები, ანუ დასრული ჩოყლაყი შეიძლება დაემუქრო იმით, რომ მე შენ შეგიყვან მეორე ოთახში და თავის შვილ ბავშვს ეუნება, რომ მე შენ გაგაუპატიურებ. გოგოს ეუნება და ბიჭს ეუნება და რა მოხდა, მე დიდი ამბავი, რომ მე იმის რა ქვია, წარმომადგენელი ვარ, ახლა ვთქვათ, იმ საჯარო სამსახურის, რომელშიც შენ მიხედი ხელფას, ხო? დიდი ამბავი, რომ მე დავუშვათ ის ამღავ პრემიერი და კიდე ღმერთმა იცის ვინ, რომ ქადაგებენ მთელ სოფლიოში, რომ იცი რა დასავლური ღირებულებები არ გვინდა ჩვენ ქართული ღირებულებებიც ძალიან მაგარი გვაქვს, ხო? კი ბატონო, ქართული ღირებულება ბევრი არის ძალიან მაგარი, მაგრამ პატრიარქატი თვითონ არის ყველაზე დამამძიმებელი და ყველაზე შეურაცხმყოფელი ფორმა არსებობის სოციოლოგიური, რომელიც შეიძლება ისტორიულად არსებობდეს, ხო? და მისი საპირწონე არის დემოკრატია ზუსტად ამის გამო, რომ აი ესეთი რამე არ გაუკეთონ შენ შვილს. და ზუსტად იცოდეს სად და როდის გემუქრება საფრთხე, რომ დროულად მოახდინო ამაზე რეაგირება. ალბათ ასე შეუძლია საზოგადოებას, რომ მეტნაკლებად თავიდან აიცილოს მსგავსი, ასე ვთქვათ, ტრაგედიები. კი. ხო, საინტერესო არის, რაღაც ბოლოსკენ გამოსავალივით საუბრობთ ხოლმე ყოველთვის და როგორ შეიძლება ამ ფენომენს ვებრძოლოთ ჩვენ როგორც ინდივიდები და როგორც საზოგადოება, იმიტომ რომ პირველ რიგში ალბათ საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ თუ რამე მსგავსი გვაქვს და მაგას უნდა ვებრძოლოთ და შვილებს და გარშემოყოფებს არ უნდა გადავცეთ ეგ. ალბათ ხო ეს განათლების სისტემა, რაზეც ვისაუბრეთ, საბავშვო ბაღიდან უნდა დაიწყოს რისი უფლება აქვს ბავშვთან მიმართებაში და რისი არა. კი, სანდრო, აი, როდესაც ჩვენ რეჟიმს მოვიცილებთ თავიდან და გავისტუმრებთ თავის გზაზე და როდესაც საქართველო მართლა გახდება დემოკრატიული და მართლა ექნება მას ღირებულებები, რომელიც არა მხოლოდ ელიტას, არამედ უპოვარებსაც გადაწყვეტება და იმათ ვისაც ყველაზე ნაკლებად შეუძლია რომ ზურგს უკან ვინმეს იმედი კონდეს, ხო? ამ შემთხვევაში პირველი რაც უნდა შეიცვალოს საქართველოში და შეიცვალოს ფუნდამენტურად, ეს არის რა ქვია, თვითონ განათლების სისტემა, რომელშიც უნდა შევიდეს ძალიან ბევრი ახალი განათლების ელემენტი. პირველ რიგში ეს ელემენტი შეეხება ადამიანის სხეულს და ადამიანის ფსიქეს. ყველა ბავშვმა საბავშვო ბაღიდანვე უნდა იცოდეს არა მხოლოდ სხეულის, არამედ ფსიქეს საზღვრები, რომ მას შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა და ყველა დანარჩენმა, მათ შორის უფროსებმა, რომელიც ასე ვთქვათ, ქვევით განათლებას ვეღარ მოესწრება უკვე, უნდა ვიცოდეთ ესეთი რაღაცა, რომ ჩვენს მოქმედებებს უნდა მოყვეს პასუხისგებლობა. ხანუ კანონმდებლობაშიც უნდა იყოს ძალიან ბევრი ცვლილება, იმაზე მეტი ვიდრე ახლა არის. ახლა ცუდი არა გვაქვს კანონმდებლობა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასე ვთქვათ, გინდა გედოს თაროზე შემოდებული წიგნივით, ხომ მტვერს იკიდებს. რატო? იმიტომ რომ ესეთ შემთხვევებს ვერ იძიებენ. აი ეს ორი შემთხვევა მაგალითად, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქმე არის აღძრული, ადამიანები იდენტიფიცირებულები არიან და ისინი მართლა დაისჯებიან. არა იმიტომ რომ სამაგიეროს გადახდა გვინდა, არამედ იმიტომ რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული, რომლის შედეგსაც ეს ორი ბავშვი და კიდე დანარჩენები, ვის წინააღმდეგაც ეს დანაშაული ჩაიდინეს, ხო? შემდეგი 10 წლეულები საკუთარ თავში თერაპევტთან, ფსიქიატრთან და ძალიან ბევრ სოციალურ პროგრამაში მონაწილეობითაც კი ბოლომდე ვერ აღმოფხრიან და ვერ გადაწერენ. ანუ ფაქტურად ამ ადამიანებს შემდეგი 10 წლეულები, ასე ვთქვათ, დაუმძიმეს და რაღაცა ძალიან ისეთი მძიმე შაუბნელი ღრუბელი გადააფარეს მათ არსებობას. საკუთარი სიტყვით და მოქმედებით ხვდები და ეს უნდა გაიაზროს ყველამ, რომ ეს არის ენას ძვალი არა, ყველაფერს იტყვი, როცა ძალაუფლება გაქვს და რაღაცა ბავშვი გიდგას თვალწინ, ხო, პატარა და რა ვიცი, სამჯერ შენზე პატარა სხეულითაც და ის აი ეს უნდა იცოდე, რომ ამის თქმას აუცილებლად მოყვება ძალიან ძვირი ფასი. ამის შემდეგ თუ კი ჩვენ ეს მოხდება და რა თქმა უნდა განათლება მასიურად, განათლება სკოლაში, ბაღში, მასიური განათლება ადამიანების, ხო? ღირებულებითი განათლება. მაშინ ჩვენ ყველა გავითვალისწინებთ და გავიაზრებთ, რომ მეორე ადამიანს არასოდეს ისე არ უნდა შეეხო თუნდაც იყოს ეს ვერბალური შეხება, ან ფიზიკური შეხება, ან რეფერენსის შეხება, დავუშვათ, სტატუსი და ასე შემდეგ, ხო? რომ შეეხო მის ღირსებას. ადამიანი შეიძლება ეჩხუბო, ადამიანი შეიძლება ეკამათო, შეიძლება კაი ბარაქიან კინკლაობაში და იმაში კაი ჩხუბშიც კი გადაგივიდეს, ხვდები? აი
იმასაც უშვებ, რომ ხანდახან შეიძლება ვერ შეიკავო თავი და ცოტა ასე ვთქვათ, მუშტიკრივშიც გადაეშვა, რომელიც ასევე საშინელებაა, მაგრამ მოდი ვთქვათ და მოხდა ესეთი რამე. ამაზე უარესი გრადაცია არსებობს კიდე მაიკო და სანდრო და ეს არის, როდესაც შენ ეხები ადამიანის ღირსებას და შენ გადაწყვეტ, რომ ამ ადამიანის ღირსება მით უმეტეს ძალით თუ აკეთებ, ამან ძალის შელახო და პატივი აკარო. ამაზე დიდ შენ ადამიანს ვერასოდეს ვერაფერს. ხო, რომ თავარი არის, რომ ვიცოდეთ და ყოველთვის ამ თავარი არის ადამიანი, მისი ღირსება და ყველა ის კანონი, რომელიც აი ამ რუსული კანონის შემოღების შემდეგ შემოვიდა და ეხლა ნელ-ნელა რაღაცნაირად იხსნება ესე კარტივით, ყველა ეს კანონი გეუბნება იმას, რომ ადამიანი არ არის მთავარი, ადამიანი შენ ხარ ინსტრუმენტი და შენზე ყველას შეუძლია, ასე ვთქვათ, მოახდინოს გარკვეულწილად რაღაცნაირად მოგაქციოს აი ამ ჩარჩოში და დაგიქვემდებაროს და არ იყო შენ მთავარი. ეს არის სწორედ, იმიტომ რომ ჩვენ შენ შუადღეშიც მთელი ამ 2 წლის განმავლობაში არაერთი გადაცემა გქონია ზუსტად ბავშვთა უფლებებზე ვსაუბრობდით, ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო ამ ყველაფერში ჩართული, რომელიც იკვლევდა ამ ყველაფერს და ჩვენ გვყავდა ასე ვთქვათ იურისტებიც კი და მოსამართლეები, რომლებიც გამარჯვებული იყვნენ, იმიტომ რომ ამ საქმეს რაღაცნაირად სწორად მართავდნენ ხოლმე და იშვიათი შემთხვევები, მაგრამ არსებობდნენ ასეთი მოსამართლეებიც საბედნიეროდ და რაღაცნაირად ეხლა თითქოს აი დგება და უნდათ რომ დადგეს ის დრო, რომ ამაზე აღარ ილაპარაკოს არავინ და რაღაცნაირად გადავარდეთ საბჭოთა პერიოდში, სადაც მართლა ადამიანი ინსტრუმენტი იყო მხოლოდ და მეტი არაფერი. მაიკო, ყველაზე უარესი ცი რა არის, თუ კი ეს მოხდა, მე არ უშვებ, რომ ეს მოხდება, იმიტომ რომ ეს რეჟიმი წავა აუცილებლად, ანუ მათ აქ დამრჩენის არაფერი აღარა აქვთ, უკვე არაფერი არ აწერენ, ყველანაირი ილუსტრაცია გააკეთეს თავისი თავის. ხვდები, არაფერი არ აქვთ ისეთი შენარჩუნებელი, რომელთაც ადამიანებს შეიძლება რომ თავი მოაწონონ. ხო, ერთადერთი ეს არის პროპაგანდა, ასე რუსული პროპაგანდისტული იარაღები, რომლებშიც ძალიან დიდ ფულს იხდიან, ჩვენ ფულს სხვათა შორის და რომელთა ძალიან კარგად მართავენ რაღაცა ტიპის მასებს. ეხლა მე შენ გეტყვი, ასეთი ტიპის რეჟიმების პრობლემა რა არის? ასეთი ტიპის რეჟიმები, როდესაც მყარდება, იქ ელიტა და მაღალი საშუალო კლასი გამოსაძრომს ყოველთვის ნახავს. იმიტომ რომ ელიტის და მაღალი საშუალო კლასის მქონე ადამიანები თვითონ თავისავე ბაზაში ძალიან კარგად ყავთ მონიშნული და იციან გრადაციებით ვის ელაპარაკებიან და რას ელაპარაკებიან. ისინი ძალიან მალე იგებენ რა სოციალური არა მხოლოდ სტატუსის, არამედ რაღაცა რესურსების მატარება, კულტურული იმის რა ქვია, მატარება, დედაშენი ვინ და მამა ვინ არის, ნათლია ვინ არის, ვისთან ახლობლობს, სამსახურისადა გახვდები, ვინ შეიძლება რომ დაგიცვას. ამიტომ ამ რეჟიმების ქვეშ როგორც წესი ეს ხალხი მეტნაკლებად დაცულია ხოლმე. ყველაზე უარესად იცი ვის დაარტყავს იმ მხარდამჭერებს, რომლებიც არიან ძალიან შორს, არ ვიცი, შორეულ სოფლებში, რაღაცა ქალაქის გარეუბნებში, რომლებიც სიღატაკეში არიან, რომელსაც არ ვიცი, წამლის ფული არა აქვს, რომელსაც ატყუებენ და იმის მაგივრად რომ რაღაცა მართლა ლუკმა, ადამიანურ ლუკმა განათლებით, სამედიცინო დახმარებით, რამით მაინც მისცენ, ამის მაგივრად ტყუილებს აჭმევენ. აი ესენი იქნებიან ყველაზე დაზარალებული ადამიანები, ხვდები? იმიტომ რომ შეიძლება განათლება და შენი სამეგობრო სოციალური სტატუსი დაგეხმაროს იმაში, რომ ჯერ ესე არ მოგექცნენ და თუ მოგექცევიან, მე ძალიან მძიმე შედეგები გამოიყოს ამან და ასე ვთქვათ ძალიან მძიმე დაგარტყას ამან. ამიტომ კარგად დაფიქრდები, შეიძლება თუ არა ამ ადამიანზე ხელის აწევა. რატო? იმიტომ რომ პატრიარქატია და მეტი ძალაუფლების მატარებელია, იმიტომ რომ სოციალური სტატუსი აქვს. თუ კი შენ შეგხვდა ადამიანი, რომელსაც არც იურისტთა ასოციაცია დაიცავს, არც მედიაში არავინ აღარ გამოვა და არ გამოესარჩლება და არ იტყვის რომ ეს რა მოხდა, ხო? და საერთოდ არავის იმედი არ ექნება თავისი რამდენიმე ნათესავის გარდა, რომელიც მასავით უფლებოები არიან და სოციალური სტატუსით იმაშვებიან, განლაგებულები, ხო? ესეთი ადამიანები იცი როგორ დაიჩაგრებიან, აი საბჭოთა კავშირის დროს რო იყო, აი სისტემა შეჭამს და გადმოაფურთხებს, იმად გამომსარჩლებელი არავინ არ ეყოლება და აი ეს არის ყველაზე მძიმე დასანახი დღეს, რომ აი ყველაზე უფლებოს და ყველაზე გაჭირვებულს და უბედურს ურტყავ იმით, რომ შენ უკვე აჩვენე შენი სახე, რომ აი შენი მსხვერპლები ესენი იქნებიან და არა ისინი, რომლებიც შეიძლება რავშოთ დღეს ისედაც ცოტა არ იყოს და პატივსაცემები არიან რაღაცის გამო, თუნდაც იმის გამო, რომ შეუძლია მოგწუდნენ. თამარ, მაინც მინდა რომ შევეხოთ იმ დამღებს და იმ ტრამვებს, რომელსაც ტოვებს, ასე ვთქვათ, გაუპატიურება ადამიანებზე, რა შეიძლება ამან გამოიწვიოს და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ფსიქოლოგის დახმარება დროულად მიიღონ. ან მუქარაც მარტო თვითონ ქმედება და რა თქმა უნდა, ეს თავისთავად იგულისხმება მუქარად. კი ბატონო, გაუპატიურება, ადამიანზე სექსუალური თავდასხმა და სექსუალური თავდასხმისგან გაუპატიურების მუქარა მნიშვნელობა არა აქვს, იქნება რომელ გენდერზე
ვილაპარაკობთ, ადამიანში ტოვებს ძალიან მძიმე ღრმა და ძალიან ხანგრძლივ კვალს. ოკეი, ამ ხანგრძლივ კვალზე მე ვამბობ, რომ არის 10 წლეული, ეს არ არის 1 ათეული წელი, ეს არის 5 წელი, 6 წელი და ასე შემდეგ, ხო? პირველ რიგში ადამიანებს ყველაზე მეტად სადაც უჭირთ, ეს არის საკუთარი თავის აღქმა. იმიტომ რომ შენი თვითაღქმა დიდად არის დამოკიდებული იმ სხეულზე, რომელიც შენ გაგაჩნია. შენ როდესაც აბსოლუტურად უფლებოდიყავი რაღაცა წერტილში და შენ სხეულს საერთოდ ვერ ფლობდი, ასეთ ადამიანებს შემდგომ უკვე ძალიან უჭირთ საკუთარი სხეულის შეგრძნება, საკუთარი თავის შეგრძნება და ზოგადად ასე ვთქვათ, საკუთარი თავის ფლობით ან ტკბობა, ან საკუთარი თავის ფლობა და ეს განცდა, რომ იცი რა, შენ გეკუთვნის, ეს სხეული შენ გეკუთვნის, გონება შენ გეკუთვნის, ხო? დისოცირებულები არიან, თვითონ აი სხეულიდან გასროლილები არიან და ძალიან მძიმე და დიდი ხნის მუშაობაა საჭირო, რომ ეს ადამიანი საკუთარ სხეულში დააბრუნო, ხო? მე აღარ ვამბობ იმას, რა მოვსდით მას, ნდობას, აღარ ვამბობ აბსოლუტურად იმას, რომანტიკულ ურთიერთობებში ან ნებისმიერ ახლობლ ურთიერთობებში ისინი რას განიცდიან და იმ ემოციების მთელ ჯაჭვს ხანდახან ურთიერთგამომრავლცხავი ემოციების ჯაჭვს, რომელიც შეიძლება რომ გააჩნდეთ ასეთ ადამიანებს და არ ვიცი ხა ერთ-ერთი ყველაზე უარესი შეიძლება რაც ადამიანს რა შეიძლება რომ გაუკეთო. ეს ძალიან კარგად იციან, იცი, რეჟიმები ამას ხშირად იყენებენ ხოლმე, ხო? აი მაგათად ბოსნია-ჰერცეგოვინაში გამოიყენეს, ხო? ძალიან ხშირად იყენებდნენ ციხეში. რატომ? რომ გადასარევად იციან, რომ ეს არის ასე ვთქვათ ადამიანის დიდი ხნით და კარგად დაზიანება. ადამიანს ამით ვერ მოკლა, იმიტომ რომ ადამიანს რამდენი რესურსი აქვს, იცი, მაიკო, აი წისქვილის ქვა რო დაატრიალო მის თავზე, ფეხზე წამოდგება და გაივლის მაინც. ეხლა მით უმეტეს ეს ბავშვები, რომლებსაც დაემუქრნენ ამ ტიპის ტერორით, ხო? ამ ბავშვებთან რა თქმა უნდა ფსიქოლოგები იმუშავებენ და რაღაცა საზოგადოებაც ისეა, რომ დაეხმარება და თვითონაც განათლება აქვს, რომ თავის თავი აქედან გამოიყვანონ. მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი რჩება დღეს საქართველოში და სამწუხაროდ თუ ესენი დარჩნენ, კიდევ უფრო გამრავლდება, რომელსაც სექსუალურად თავს დაესხმებიან და მათ არც არავინ არ მიუძღვნის არანაირ გადაცემას და ამაზე სიტყვასაც ვერ გაიგებ, არამედ იქნება დიპლიპიტო ტელევიზიაში, იმიტომ რომ ჩვენთან ეგეთი არაფერი არ ხდება და მე არ მინდა რომ აი ამ ადამიანების ბედს უყურო და აი ამან დავაკვირდე ისინი რა დღეში შეიძლება რომ ჩაცვირდნენ. ათობით კი არა, ასობით და ათასობით. აი ეს არის ყველაზე დიდი სიმწარე, რაც შეიძლება დღეს გაგაჩნდეს იმასთან დაკავშირებით, თუ უშუალოდ გაუპატიურებით, ვის ემუქრებიან და ვის დაუშვათ ნამდვილად აუპატიურებენ, იქნება ეს თუ ქალი თუ კაცი და ამას აკეთებენ, არ ვიცი, ქართული ღირებულებების და სადღეგრძელოს და ვაჟკაცობის და ასე თქვა ჩვენი ასე თქვა ეთნიკურობის სახელით. ხო, ძალიან საინტერესო არის მსხვერპლის ფსიქოლოგია და ასევე მაინტერესებს მოძალადის ფსიქოლოგია. ხა მე არ ვიცი რამდენად მართალია, მაგრამ რაღაცა ამ რამდენიმე დღის წინ ასეთი ინფორმაცია გავიგე, ისევ ვაზუსტებ, რომ არ ვიცი ეს რამდენად მართალია, მაგრამ აი ეს ადამიანები, რომლებიც სახის ძვლებს ულეწავდნენ, ასე ვთქვათ, აქციის მონაწილეებს, ვითომ სპეციალურად ნავარჯიშები არიან და ამის გამოცდილება იყო, ვთქვათ, ბელორუსიაშიც და იგივე ხელწერას ამსგავსებენ. მე ისევ ვიმეორებ, არ ვიცი რამდენად მართალია ეს ინფორმაცია, მაგრამ არსებობს ასეთი ვერსიაც, რომ ერთ რაღაცნაირად ნასწავლი და ზუსტად, ასე ვთქვათ, ნავარჯიშები ადამიანები არიან. რაც შეეხება აი ამ გაუპატიურების მომენტს და აი ამ მოძალადის ფსიქოემოციურ მდგომარეობას, რა ხალხთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში? ხო, მაიკო, იცი რა, ისინი ადამიანები არიან ამ ასე ვთქვათ, ამ საზოგადოებაში ცხოვრობენ და საინტერესო არის რა ხდება მათ თავს, რატომ? რატო შეიძლება ესეთები გამოიჩეკონ, ხო? და ესეთები საერთოდ გაიზარდონ. მოდი ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ იმისთვის რომ ადამიანს, ასე ვთქვათ, სახიზვლები დაუმტრიო, იმისთვის რომ წაქცეულ გოგოს, ასე ვთქვათ, როგორც ბურცფეხს ამოარტყავ, ესე ამოარტყა, ისე ნაზად რომ ილეთი შეასრულე და თან გახედო შენ მეგობრებს რომ ნახე რა მაგარი ვარ, ხო? ამას მხოლოდ და მხოლოდ გაზრდა და მხოლოდ შენი, ასე ვთქვათ, კონსტიტუციური წყობა, რაც ღმერთმა გიბოძა, მხოლოდ ეს ვერ ახსნის, ხო? ამას ქვია სადიზმი, ჩვეულებრივი სადიზმი, როგორც ელემენტი, ხო, აი ესეთი რაღაცა თავისი მცირე სახით ყველა ადამიანში არის მეტნაკლებად წარმოდგენილი და ბავშვებშიც არის და დასრულებშიც არის, ხო? როდესაც ჩვენ აკულტურაციას გამოვდივართ, ანუ როდესაც ჩვენ უკვე ვიგებთ, რომ აი ადამიანს რაღაცა ცოტა მეტად შეიძლება რომ ხელი დაადო, შეიძლება ეტკინოს, ემპათია როდესაც წამოვაწინ, ხო, სადიზმი რეგულირდება. სადიზმი რეგულირდება ასევე ღირებულებებით, რეგულირდება შენი ოჯახით, რეგულირდება იმით, რომ ფიქრს ისწავლი, იცი, რომ რა არის დასჯიში
და როგორ დაშის ისიდან მათ შორის რო ვთქვა უკვე რა უშოთ იმაში რა ქვია კანონმდებლობაში გიწერია. მაგრამ არიან ადამიანები რომელსაც სადიზმი ყოველთვის ექნება მაღალი. Okay? ისინი შეიძლება კრიმინალებად არ გადაიქცნენ, მაგრამ ისინი იყვნენ სადიზმის ფორმების წარმოდგენილები, რომელიც სოციალურად მისაღებია. ნებისმიერ ძალოვან სტრუქტურას მთელ მსოფლიოში ძალიან უყვართ ხოლმე რაღაცა ერთეულების გაკეთება, იუნიტები, სადაც ასე ვთქვათ, ესეთი სადისტი ადამიანები არიან თავმოყრილები. მე არ ვიცი საქართველოში სპეციალურად გაკეთდა თუ არა. მაგრამ რადგან სადიზმი იზომება და არა მხოლოდ იზომება, არამედ ისე დაკვირვები ძალიან ადვილად შეიძლება ფსიქოლოგმა ამოიცნოს სადიზმი ვის აქვს მაღალი და ვის დაბალი, ხო? ასეთი ადამიანს თუ კი შეკრებდა რაღაცა, არ ვიცი, ჯგუფს დაარქმევდა რაღაცა სახელს მისცემდა იდენტობას, ხო? ასეთ ადამიანს შეიძლება გააკეთებინონ ძალიან ბევრი რამ, როგორც არის მოხუცისცემა, ბავშვისცემა, ახალგაზრდა გოგოს წიხლისცემა, ყველაფერი გაუპატიურებით დამუქრება, ძალიან ბევრი რამე შეიძლება რომ გააკეთებინონ, იმიტომ რომ უფრო ადვილად ხელეწიფებად ამის გაკეთება. ბევრი ფული არ გეხარჯება იმისთვის, რომ დაარწმუნო, რომ ეს გასაკეთებელია. იმიტომ რომ იქ დარწმუნებული ვარ, აი ამ ჩაფხუტიანებში იდგნენ ადამიანები, რომელსაც ესეთ რამე არ გაუკეთებები. იმიტომ რომ იმათთვის ისინი სადისტები არ არის, შეიძლება იგერიებდნენ, შეიძლება რაღაცა მოქმედებაზე გადავიდნენ, რომელიც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და უშუალოდ როგორც არის ფეხში დარტყმა, რომ ადამიანი ეტკინოს და წავიდეს, უბრალოდ ოღონდ ისი არა, რომ დავარდეს და მოკვდეს, ხო? მაგრამ ნაწილი იყო მათი, რომელიც ამისგან უზარმაზარ სიამოვნებას იღებდა. აი, მაიკო ეს იყო, აი ნადირობით რომ იღებს სიამოვნებას, ხელს რო გამოეკიდები და აი ესე всё რა მოგკალი, აი აღარ ახარ უკვე აი ესეთი ალმურიას დიოდოთ ჩაფხუტებს მიღმა ხედავდი ამას. ყველას არა, იქ ნაწილი იყო რომელსაც აი ყველაზე ცუდი რა არის, იცით, აი ჩემი განცდა, რასაც მე ვფიქრობდი, სულ აი მათ რომ უყურებდით, რომ მე დავდივა რეგიონებში, ძალიან მიყვარს სიარული და როგორც კი დრო მაქვს და მქონდა ყოველ შემთხვევაში, სულ მიყვარს ესე ხეტიალი. და სულ ვფიქრობ, ჩვენ ხო ძალიან პატარა ქვეყანა ვართ და შეიძლება სადღაც მოხდეს სუფრაზე ვთქვათ, ან სადღაც არ ვიცი, მინდორში, ტყეში და ეს ადამიანები სრულიად შემთხვევით აღმოჩნდნენ შენს გვერდით. ვიმეორებ, იმიტომ რომ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, ძალიან და მართლა რაღაც მომენტში ყველა ადამიანი სადღაც ერთმანეთს ეკვეთება და ამის მაგალითიც იყო, რომ ორი ძმა, ერთი იყო აქციის მონაწილე და მეორე იყო ამ ნიღბის ქვეშ, იქით ამ მხარეს. აი ეს პირველად გამიჩნდა ამის შიში, რომ არ მინდა, რომ ამ ადამიანს საერთოდ შევხვდე, იმიტომ რომ მე მისი სახე არ ვიცი. აი ეს პირველად აღმოვაჩინე ჩემ თავში ამის შიში მთელი ამ ხნის განმავლობაში. ხო, მას იდენტობა მაგიტომ აქვს უბრალოდ დაფარული, რომ პირველი ვერავინ ვერ გამოამოიცა. ესეც რამდენად მნიშვნელოვანია, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მათი იდენტობა, რაღაცა კოდი, რაღაცა ნიშნები, რაც არსებობს, ხო, გამოცდილება სხვა ქვეყნებში არის. კი, მან ორი ნიშანია. ერთი არის ის, რომ არ მოხდეს მათი ამოცნობა, იმიტომ რომ მე რაღაცა თარგეტად არ გადაიქცნენ და ვიღაცამ ესე არ დაანამუსოს და არ უთხრას, რომ ეს როგორ არის, არ მოსულა, ეხლა არ ვიცი, ანუ შენის ხარ, რომელსაც შეუძლია რომ წაქცეულს წიხლი ამოარტყას და მე იკოკლოზინოს ამის გამო რაღაც ბედნიერი იყოს. ეგ ადამიანი ხარ, აი ეს რო არ მოხდეს პირველ რიგში, არა სახის დაფარვას მან მეორე გაცილებით უფრო ასე თქვა მზაყვარი საფუძველი აქვს. როდესაც ადამიანი სახეს იფარავს, იფარება მისი იდენტობა. აქედან გამომდინარე, მას გაცილებით მეტი ჩადენა შეუძლია, გაცილებით ნიღბის ქვეშ, გაცილებით უფრო მეტ სისასტიკეზე მიდის, რომ ვიდრე ის ჩაიდენდა, როცა მას სახე უჩანს, იმიტომ რომ შენი სახის გამოჩენა არის ფაქტიურად შენ სოციალურ არსებად თავის აღქმა. სხვათა შორის ახლა ესეთ პარალელს გავავლებ, მაგრამ პირველ კურსზე, როდესაც სამსახიობო ოსტატობას გადიხარ, პირველ კურსზე სტუდენტებს აძლევენ ნიღბებს და ამ ნიღბის ქვეშ უფრო მეტი თავისუფლება გეძლება. თითქოს შენ კარგავს შენს იდენტობას და უფრო მეტ თავისუფლებას აძლევს შენს სხეულს და შენს ქმედებასაც, რაც ხსნის ამ მსახიობს, რომ შემდგომში ნიღბის გარეშეც რაღაცნაირად უფრო თავისუფალი იყოს. ეს ერთგვარი ხრიკია. კი ბატონო. ხო, და ეთყობა ეს გადადის იქაც, ну, იმიტომ რომ მართლა ამ ნიღბის ქვეშ უფრო მარტივია მათთვის უმსგავსო საქციელის ჩადენა. კი. ნამდვილად ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. საინტერესო იყო ნამდვილად, იმიტომ რომ ეს არის თემა, რომელსაც აუცილებლად უნდა შევხებოდით, იმიტომ რომ ეს ნამდვილად სახიფათო თემა არის ჩვენს რეალობაში და სამწუხაროდ მე ვეთანხმებით ამას იმასთან დაკავშირებით, რომ კი ჩვენ რამდენიმე შემთხვევა ვიცით ამ გასული 26 წლის განმავლობაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად მეტი იქნება, იმიტომ რომ ეს კულტურა და პატერნი სამწუხაროდ არსებობს როგორც ჩვენ საზოგადოებაში და ეს პოლიციაც ჩვენი საზოგადოების ნაწილია და
იქაც დარწმუნებული ვარ იმ მიზეზების და გამო რომ მათი იდენტობაა დამალული იქ რაღაცა გარკვეული ჯგუფი ადამიანების სპეციალურად არის ერთად დაჯგუფებული და მომართულია იმისათვის რომ დააშინონ ადამიანები დარწმუნებული ვარ რომ ბევრი შემთხვევა იქნებოდა სამწუხაროდ და ჩვენ როგორც საზოგადოებამ ამას მას შემდეგ რაც ამ ქვეყანაში ჩატარდება ახალი არჩევნები და სხვა მიმართულებით დაიწყოს ეს ქვეყანა სიარულს ძალიან სერიოზული წმენდა იქნება ჩასატარებელი ამის კანონიერი გაგებით ცხადია საპოლიციო სისტემაში. წარმატებებს გისურვებთ დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა. ჩვენ ხარმოკლე რეკლამაზე გავალთ და რეკლამის შემდეგ დავუბრუნდებით ფერმერთა მარშის შესახებ უნდა მოგიყვეთ, რომელიც დღეს ჩატარდება, ამიტომ დაგვალოდეთ.